ეს კადრი უნდა იყოს ასე. არ მიდეთ რომ ბერავს კადრში. Sorry, ჩემი კურტკა უნდა ჩანდეს. ჩანს. Sí. კურტუკი თუ ჩანს კარგი. Dresden Action. ხოდა ჩემო ქალებოდა კაცო. ჩვენ ეს ნიჭიერი ადამიანები შევიდეთ იმისთვის რომ ჩვენი შემოქმედება განვავრცოთ, გავაცლიეროთ გავა ის და ასე შემდეგ. და გავიბაობაბოთ. და მე მინდა რომ ყველა ჩვენთაგანს და ჩვენს ერთობლიობას წარმატება უსურვო ამ ბავში. ხოდა გაუმარჯოს ხელოვნებას. გაუმარჯოს. დამბურძგლა. აღეთ ამადას განსხვავებული ფუჟერი ქონია. მასალა მგონი იგივეა. როგორც ეს წითელია და ჩვენ მწვანედ ვიყოთ რა. აუ. ბუქი მწვანე, ჩვენ ლაითი. ბუქი წითელი. Sí, maestro. კარგია, ყველა მე ავტობუსით ვარ. მალე შემოკახა იახტით იქნები, თვითმფრინავით იქნები და მატარებლით და ყველაფრით. ლამბორგინით. აბა ჩვენს შემოქმედებით დაჯგუფებას გაუმარჯოს თავისი სპექტაკლებით, ფილმებით, მუსიკებით, ადამიანებით. გაუმარჯოს ყველაფერი კარგი გქონდეს. ბევრი აპლოდისმენტები, ბევრი წარმატებები და ჩემი ფეხიც ბოლომდე ბედნიერი ყოფილიყოს, რა ვიცი. ყველგან კარგი ფეხი მიმაქვს და რა მგონი აქ ცუდი მომიტან. მოიტანდა. ჩვენ ძირითადად კარგ ფეხიანი ხალხი ვართ. დიახ. უმეტესად სიხარული თან მოსული და ძალიან კარგი აურა ტრიალებს აქ. წარმატებები. გაიხარეთ. და ვინ? თქვენ უკვე დაგიეთ? საბა! აუ საბა. ლაპარაკი გამოვეჭველიეს. ლაპარაკი მე უჩვენია. დიახ. გიმრიელია ეს. აუ, მე წაღარ დაგისხა და ჩემია. ეს შემია და ხო, ეხლა თქვენივე კადრში შეგიძლიათ შეესვათ მიირთვათ. კარგი. დააფიქსირე ხო? მე მეკონა ასე დაალებდა. ჩემი ენდოკრინოლოგი უნდა დავლოცოთ. შეიძლება ენდოკრინოლოგს გაუმარჯოს ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს. რა კარგია, მიხული. ჩვენს დასს გასტროლზე წამოიყვან ენდოკრინოლოგი. არასოდეს. არა, აგრძალებისთვის კი არა, უბრალოდ როგორც ადამიანი რა. მათია. მე ვნახავ როგორ გაუძლებს, რასაც ხვებს უგრძალავს იმათ. ჩვენთან ეს რო ჩახუჭუჭდება და ლაშა შოკოლადს რა გაუმარჯოს წარმატებები იცით. წაგატოვოთ. ტანტი ავგური. ანუ ეს არის სველი და ტკბილი ღვინო და არა მშრალი და ის არა გეუბნებს. სასიამოვნოა. ნახევრად. კაია. ხო, მშრალი. პიგმენტები. ეს უწყვეტი კადრია სულ. ბატონო. უწყვეტი კადრია თუ არა, მაინტერესებს. ანუ შემიძლია რომ გავწყვეტო. აი მეგობრებო, როგორ ხართ? ძალიან მომენატრა ვიდეოს გადაღება და თქვენთან ჭორაობა. დღეს მაქვს თავისუფალი დრო, ცოტა უკეთ ვარ და ამიტომ გადავწყვიტე რომ გადამეღო. თქვენ ნახეთ ჩემი რეპეტიციის სველობის დროს გადაღებული ვიდეო. მინდოდა რომ ამ ვლოგში ჩამესვა. იმიტომ რომ ისე მოხდა რომ რაღაცნაირად ვერ დავდე ვერსად ეს ვიდეო და მინდოდა მოკლედ რომ გენახართ. კიდევ ერთი სიახლე, ჩემი თმის ფერი, რომელიც აღარ არის ისეთი როგორიც იყო, შევიღებე დაახლოებით 10 დღის წინ შავად ლურჯი რომ გადადის, ცოტა გამიხუნდა, გადამივიდა ფერი. ძალიან რენდომ შევიღებე. უცებ, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცას რომ წელა, შემდეგ ის საქმე მოკლედ აღარ გამოდის ხოლმე და უცებ გადავწყვიტე. ჩემს საყვარელ ადამიანებს ვკითხე, რჩევა და მითხრეს რომ
ზოგმა მითხრა რომ რაც გინდა ის ქენიო, ზოგმა მითხრა რომ არ შეიღებო და ზოგმა მითხრა რომ შეიღებო. ბოლოს ანუ მოკლედ ჩემო და ჩვენ ხომ ისე და სკოვართ ერთმანეთს და შეიღებე და უფრო დავესგოსევით. ხო და მოკლედ შევიღებე. რაღაცნაირად ძველი ქეთა მომენატრა. ჩემ ძველ გამომწერებს გემახსოვრებათ ალბათ ჩემი თმის ფერები. ერთ-ერთი იყო სწორედ ეს ფერი. ასეთ ფერს ვატარებდი ხოლმე ჩემს ახალგაზრდობაში მოკლედ. და დაახლოებით 4 წელიწად ნახევარია, რაც აღარ შემიღებავს საერთოდ. ხო და რაღაცნაირად მინდა რომ 2026 წელი დაიწყოს სიახლეებით და პირველი სიახლე შევიტანე ჩემს გარეგნობაში. ცოტა წინამოც მოვიჭერი. ცოტა თმაც. და მოკლედ ასე. ხლა რატო დავიკარგე ჩემო კარგებო? მოგიხსენებათ მე ვსწავლობდი, თან ვმუშაობ, თან ისე მოხდა რაღაც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო თუ ვერ აეწყო მეც ვერ გავიგე. ხო და რაღაცნაირად გულს ვეღარ ვუდებდი ვიდეოს გადაღებას. ძალიან ბევრჯერ დავიწყე, ვცადე, გადავიდე ნახევარი ვლოგი. მაგრამ მე წავშალე ისე. ხო და მინდა რომ რაღაცნაირად დავბრუნდე სხვანაირი ძალებით, დავგეგმო ხოლმე კონკრეტული დღეები, რაღაც აქტივობებით და რა თქმა უნდა გადავიღო, იმიტომ რომ აღარ მინდა რაღაც უაზრო ვიდეოების გადაღება, რაც ძალიან ბევრი არის ჩემს არხზე, როგორც მოგეხსენებათ. თუმცა ჩემს მაყურებელს მოგწონთ და ძალიან მიხარია ეგ, მაგრამ მინდა რომ განვითარდე და ერთ ადგილას აღარ ვტკეპნო. ხო და ჩემო კარგებო. ასე დამგვარად. დაგიბრუნდით. და იმედია აღარ გავქრები, იმიტომ რომ ცოტა ჩემი ნერვების მდგომარეობა ესეთი არის, მერყევი და მოკლედ მინდა გითხრათ ერთი ამბავი, რომ სწავლას მორჩი, ჩემი სერტიფიკატით დამზადებულია, უკვე ვარ სერტიფიცირებული მასაჟის სპეციალისტი. შედის უამრავი მასაჟი ამ სპეციალობაში. ხო და მინდა რომ ამ განხრითაც ვიმუშაო. თუმცა არ ვიცი საიდან დავიწყო. რადგან ვარ ძალიან მორცხვი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველადი და მთავარი პროფესია არის მსახიობობა. მაინც ანუ ჩემ ცხოვრებაში ძალიან მორცხვი ვარ. მერიდება რაღაცების დაპოსტვა, რაღაცების თხოვნა რომ გადააზიარეთ, გადმოაზიარეთ. აი ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ მაგ დროს და არ ვიცი საიდან დავიწყო და მირჩიეთ რა გავაკეთო. ანუ არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში რატო გადავწყვიტე ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ საშინლად გაციებული ვარ თუ რაღაც ვირუსი მაქვს არ ვიცი. ჩემს ნახევარ სანაცნობოს ზუსტად ეს 4 დღიანი ვირუსი აქვს და ზოგმა უკვე გადაიტანა და მეუბნებიან რომ არ მოკვდები და გადავრჩები. მაგრამ აი მართლა აღარ შემიძლია უკვე პირველი 2 დღე იყო კატასტროფა, სამსახურიდან დავეთხოვე მაგის გამო რომ ძალიან ცუდად ვიყავი. და დღეს ცოტა გამოვიხედე, ანუ ცოტა მოვედი აზრზე. ხო და რაღაცნაირად მინდა რომ ცოტა გამხიარულდე და რაღაცნაირად თქვენთან კონტაქტში ვიყო, იმიტომ რომ თან ძალიან მომენატრეთ ხალხო. თქვენს მესიჯებს და კომენტარებს ყოველთვის ვკითხულობ და პასუხსაც რა თქმა უნდა გცემთ და მინდა რომ აქედანაც გითხრათ რომ ძალიან დიდი მადლობა. ამდენი ხანიო გაქრება იუთუბერი და თქვენ მაინც რო გახსოვთ, ეს ჩემთვის არის ძალიან მაგარი ფაქტი, იმიტომ რომ არ მივიწყებთ გახსოვართ და პირიქით ვთხოვთ რომ კიდევ გადავიღო ვიდეოები. და რა თქმა უნდა გამოწერილი ყავართ მაინც, ანუ მაინც. ხო და ჩემო კარგებო, იმედია რომ საბოლოოდ დავბრუნდი და აღარ გავქრები 2 და 3 თვე და რა ვიცი,
ახლა მალე დავგეგმავ რაღაც აქტივობებს, როგორც გითხარით და აუცილებლად გადავიღებ ვიდეოს. მინდოდა ახალ წელზე გადამეღო ვიდეო, რადგან ვაპირებდი წასვლას ბაკურიანში ჩემს მეგობრებთან ერთად, თუმცა გადავიფიქრე იქ წასვლა. არ ვიცი რატომ, უბრალოდ ვიცი რატოც, მაგრამ ვერ გეტყვით მაგას, დრო როცა ვფობაში გეტყვით თუ საჭირო იქნება. თუმცა ძალიან მინდა რომ გითხრათ. ხო და მოკლედ იქ არ მივდივარ, აღარ მინდა წასვლა. და ისე ხდება, რომ მე და ჩემი დავხვდებით მარტო სახლში და ჩემი 4 ფეხა მეგობარი რიჩარდი, სად ხარ ბიჭო? მოკლედ, ხო და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ დიდად საინტერესო არ გამოვა, იმიტომ რომ სახლში უნდა აღვნიშნოთ რაღაც ჩვენ როგორც მოგწონს ისე ბევრი საჭმელების გარეშე ოღონდ. მე არ ვიცი საჭმელების გაკეთება და რაც ვიცი იმას გავაკეთებ. 2-3 რაღაცას ალბათ არ ვიცი და მოკლედ ასეთი ამბებია ჩემთან. ახლა ამ ვიდეოს დავამონტაჟებ და დავდებ და უკვე შემდეგი ვიდეოთი დაგიბრუნდებით ძალიან მალე. ახლა დაგემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ. მომავალ ვიდეომდე.